თქვენ ალბათ დაგვიანების გარეშე ყოველთვე იხდით ელექტროენერგიის გადასახადს, მაგრამ ახლა წარმოედგინეთ მოცემულობა, სადაც ქვეყნის ერთი ნაწილი დენის ფულს საერთოდ არ იხდის. სამაგიეროდ ამ უზარმაზარ ხარჯს დანარჩენი მოქალაქეები ფარავენ. საკუთარი ჯიბიდან, ქვეყნის ბიუჯეტიდან და სახელმწიფო ვალის ხარჯებზე. ეს ეკონომიკური ექსპერიმენტი არ არის, ეს არის ჩვენი რეალობა, რომელშიც უკვე 10 წლეულებია ვცხოვრობთ და ამ რეალობას ენგურ ჰესი ქვია. ზამთარში ოკუპირებულ აფხაზეთს დენით რუსეთი ეხმარებოდა, თუმცა 1 აპრილიდან მიწოდება შეწყდა. შედეგად აფხაზეთი სრულად ისევ ენგურ ჰესზე ჩვენს მთავარ სადგურზეა დამოკიდებული. ამჟამად წყალსაცავში საკმარისი წყალია და ეს მარაგი მათ დროებით ყოფნით. თუმცა ვარაუდობენ, რომ ზაფხულიდან სოხუმს რუსული დენის უკვე ფულით ყიდვა მოუწევს, რაც მილიარდობით რუბლი დაუჯდება. მანამდე კი მათი მომარაგების მთელი ტვირთი კვლავ ჩვენს ენერგოსისტემას აწევს. ენგურ ჰესი ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული საყრდენია, რომელიც ჩვენ დენის მესამედზე მეც გამოიმუშავებს. ენგურ ჰესის მიერ გამომუშავებული დენი საქართველოში ყველაზე იაფია. დაახლოებით 1,2 თეთრი ჯდება, სწორედ ეს იაფი აბალანსებს ქვეყანაში დენის საერთო ტარიფს და მოსახლეობას გადასახადის კატასტროფული ზრდისგან იცავს. მარტივად რომ ვთქვათ, მის გარეშე საქართველოს ენერგოსისტემა უბრალოდ გაჩერდებოდა და ახლით მის ჩანაცვლებას ძალიან დიდი რესურსი და ფული დასჭირდება. თუმცა ენგურ ჰესი მხოლოდ ჰიდროელექტროსადგური არ არის, ეს არის ერთადერთი პროექტი, სადაც ქართველები და აფხაზები დღემდე თანამშრომლობენ, რადგან სადგური ფიზიკურად არის მოქცეული კონფლიქტის ზონაში. ენგურ ჰესის 271 მეტრიანი კაშხალი და წყალსაცავი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშია, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო გვირაბის ნაწილი, ძალოვანი კვანძი, სადაც უშუალოდ დენი გამომუშავდება და გენერატორები გალის რაიონშია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ორივე მხარე მიცის, რომ სადგურის გაჩერება ნიშნავს სრულ სიბნელეს, როგორც თბილისისთვის, ისე სოხუმისთვის. ასევე ენგურ ჰესი მსოფლიო დონის საინჟინრო მიღწევაა. ენგურ ჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი. მიუხედავად ამ უდიდესი მნიშვნელობისა, ჰესი დღეს განადგურების საფრთხის წინაშეა. აფხაზეთში დენის უფასო უკონტროლო მოხმარების, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის მაინინგის გამო, სადგურს უწევს 24 საათიან ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობა. ზამთარში წყლის დონე მკვდარ მოცულობამდე ეცემა, რაც პირდაპირ ანადგურებს მის ტურბინებს და ფიზიკური კოლაფსის რისკს ქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, ენგურ ჰესი არის ჩვენი ეკონომიკური დამცავი ფარი და ერთადერთი ძაფი, რომელიც კონფლიქტის მეორე მხარესთან გვაკავშირებს, მაგრამ დღეს ეს ძაფი გაწყვეტის პირასაა და ამ სისტემის უკეთ გასააზრებლად ჯერ თავად ობიექტის ისტორიასა და გეოგრაფიას გადავხედოთ. ენგურ ჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ 1961 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 80-იანი წლების ბოლოს შევიდა. ეს ქართული საინჟინრო აზროვნების უაღრესად თამამი განაცხადი იყო. საბჭოთა კავშირში ლაჯანურ ჰესის შემდეგ ენგურ ჰესი პირველი თაღოვანი კაშხალი გახდა. მის პროექტირებაში ფრანგი და იტალიელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, კლდის გასაბურღად კი სპეციალურად შვედურ და ფინურ ტექნიკას იყენებდნენ. 90-იანი წლების ომის დროს, როცა ტერიტორია მოსახლეობისგან დაიცალა, სადგურზე მხოლოდ 10-მდე ადამიანი დარჩა. ჰესის გაჩერება რომ არ შეიძლებოდა, ეს ორივე მხარეს კარგად ესმოდა, ამიტომ ამ თანამშრომლებს ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს და სადგური განაგრძობდა მუშაობას, განადგურებას გადაურჩა. სწორედ ასე გაჩნდა არაფორმალური შეთანხმება, ენგურ ჰესის დენი 60-40-ზე უნდა გაყოფილიყო. 60% დანარჩენ საქართველოს ერგებოდა, 40% კი აფხაზეთს. თუმცა რეალურად ეს გადანაწილება მხოლოდ თეორიაა და შეთანხმება, რომელიც ქაღალდზე დარჩა, რეალობაში კი ეს შეთანხმება მუდმივად ირღვევა და აფხაზეთს გაცილებით მეტი მიაქვს, რადგან ოკუპირებულ რეგიონში არც ბუნებრივი აირია და არც გათბობის რაიმე სხვა ალტერნატივა. ზამთარში დენის მოხმარება კატასტროფულად იზრდება, ამ დროს მდინარეში ისედაც წყლის დონე მცირეა და გამომუშავებაც ნაკლებია, შესაბამისად ენგურ ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 70-80%
50% სრულად აფხაზეთს მიაქვს. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს მთლიანად საქართველოს 14.3 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც შეეხება უშუალოდ ოკუპირებულ აფხაზეთს 2024 წელს რეგიონმა დაახლოებით 2.7 მილიარდი კილოვატ-საათი დენი დახარჯა. გასულ წელს, რადგან იქ კრიპტოვალუტის მოპოვებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, მოხმარება ოდნავ შემცირდა და 2.64 მილიარდი კილოვატ-საათი შეადგინა, რა იმალება ამ უკონტროლო მოხმარების მიღმა. პირველ რიგში კრიპტოვალუტის მაინინგი ოკუპირებულ აფხაზეთში უფასო დენმა და კონტროლის არასებობა მაინინგის ბუმი გამოიწვია. ჩვეულებრივ პირობებში ენერგოსისტემა ადამიანებზეა მორგებული. ღამით როცა ყველას ძინავს, მოხმარება იკლებს და ქსელი ისვენებს, მაგრამ მაინერებს არ ძინავთ და ათასობით კომპიუტერი 24 საათის განმავლობაში უზარმაზარი მტვერსასრუტივით გაუჩერებლად იწოვს დენს. ეს სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, წყობრიდან გამოყავს ქსელი და ნებისმიერ წამს შეიძლება სრული კოლაფსი დადგეს. ამ ყველაფრის უკან მძიმე ტექნიკური პრობლემაც იმალება. ენგურჰესი თავისი პროექტით არსით ეგრეთ წოდებული პიკური სადგური უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ის სრული დატვირთვით მაშინ უნდა ირთვებოდეს, როცა ქვეყანაში დენის მოხმარება არის პიკზე, მაგალითად საღამოს. თუმცა აფხაზეთის უკონტროლო მოხმარების გამო სადგური იძულებულია 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად იმუშაოს. ამ გადატვირთვის შედეგად კი ზამთარში წყალსაცავში წყლის დონე საგანგაშოდ იკლებს დაშვებულ მინიმუმზე გაცილებით დაბლა, რაც სპეციალისტების თქმით კატასტროფის სტოლბასია მსგავსი ტიპის ჰესისთვის. დღეს ენგურჰესი ფაქტურად ტექნიკური მძევალია და ეს პირდაპირ ურტყამს თითოეული ჩვენგანის ჯიბეს და აგიხსნით როგორ, რადგან ენგურჰესი საქართველოსთვის დენის ყველაზე იაფი წყაროა, როცა ამ იაფი რესურსის უდიდესი ნაწილი აფხაზეთში სრულად უფასოდ მიდის, დანარჩენ საქართველოს უწევს საკუთარი მოთხოვნა ძვირადღირებული იმპორტით ან თბო სადგურებით დაიკმაყოფილოს. სწორედ ენგურჰესის წილის შემცირება და ძვირადღირებული ელექტროენერგიის იმპორტი არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რის გამოც 1 აპრილიდან დენის ტარიფი ჩვენთვის 5 თეთრით გაძვირდა. თუ ასეთ ზარალს ვნახულობთ, რატომ არ ვწყვეტთ დენის მიწოდებას? არსებობს თუ არა რაიმე ჩამრთველი, რომელსაც გავთიშავთ და პრობლემა მოგვარდება? პასუხი აქ ორ ნაწილად იყოფა, არის ტექნიკური და პოლიტიკური მიზეზები. ტექნიკურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადგური გაყოფილია, რადგან გენერატორები და ტრანსფორმატორები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. საქართველოს ხელისუფლებას ფიზიკურად არ აქვს ისეთი ჩამრთველი, რომელთაც მხოლოდ აფხაზეთს შეუწყვეტს მაგალითად დენს ისე, რომ წყლის მიწოდების გადაკეტვით მთლიანი სადგურის მუშაობა არ გააჩეროს. საქართველოს ენერგოსისტემა აფხაზეთთან არის გაერთიანებული. ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური მექანიზმი. ენგურჰესი დღემდე არის ერთადერთი ქართულ-აფხაზური პროექტი და დიალოგის შემორჩენილი პლატფორმა. მიწოდების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სადგურის ტერიტორიაზე ჩვენს წვდომას და კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. უფრო მეტიც აქ ერთვება უკვე რუსეთის ფაქტორი. თუ ენგურიდან მიწოდება შეწყდება, აფხაზეთი ენერგეტიკულად სრულად რუსეთზე გახდება დამოკიდებული და მოსკოვის როლი ჩვენს ენერგოსექტორში ისედაც მზარდია, დიდია და ეს პოლიტიკური ბერკეტი არ არის სასურველი, რომ ტრულად განწყობილ და ჩვენს მტერ ქვეყანას ჰქონდეს. მოსკოვი აფხაზეთს ზამთრის დეფიციტის დროს დენს ისედაც აწვდის, რითაც რეგიონს კოლაფსის განიცავს, ასე ვთქვათ, და საკუთარი გავლენის სფეროში ამყოფებს. საქართველოს ენერგო სექტორში რუსული კაპიტალის წილი ისედაც საკმაოდ მაღალია. ეს ყველაფერი მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის დამატებით ბერკეტებს ქმნის, რომ ვითარება პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს. მაშინ რა არის გამოსავალი? დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ გამოსავალი რადიკალურ გათიშვაში არ არის. პირველ რიგში ჩვენი ენერგეტიკა თანამედროვე მოთხოვნებს უნდა მოერგოს. კლიმატი იცვლება და მყინვარები დნება, ამიტომ მხოლოდ ჰესების და წყლის რესურსების იმედად ყოფნა უკვე ძალიან სარისკოა. დღეს აუცილებელია აქტიურად ავაშენოთ მზის და ქარის ელექტროსადგურები. სწორედ ეს ახალი ენერგია მისცემს ენგურჰეს ამოსუნთქვის საშუალებას და ის გაათავისუფლებს მუდმივი დატვირთვისგან და ენგურჰესი დაუბრუნდება თავის მთავარ საქმეს, იმუშაოს მხოლოდ პიკურ საათებში, როცა დენზე მოთხოვნილება ყველაზე მაღალია.
მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გავაგრძელოთ თუ არა ამ ტვირთის ზიდვა და დენის ფულის სხვის მაგივრად გადახდა თუ დროა რაიმე შეიცვალოს, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში და თუ თვლით რომ მსგავსი თემების გაშუქება, განხილვა აუცილებელია, გამოიწერეთ iFacts YouTube არხი, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.